ვინც დღეს ჩვენთან ერთად არის, გულით და სულით არიან ჩვენთან ერთად. ნანი ცულაია, მარინა წერიშვილი, ასევე ელენე კასტრაძე და დანარჩენებიც ყველა სტატიაოდ არ ჩამოთვლი, მაგრამ ნამდვილად იმსახურებენ ეს ადამიანები ჩვენს თანადგომას. მადლობა მათ და დღეს ქუთაისის უწყვეტ პროტესტს თავიანთი ხმით და თავიანთი შვილების, ოჯახის წევრების თავისუფლების ხმითაც გაამაგრებენ. სიტყვით მოგმართავენ თქვენი სიმი, მე მეც აღარ მადლობა. მიკროფონი შეიძლება სხვა ჩანთაში. მოგესალმებით. იცით ალბათ ვარ თორნიკე გოშაძის დედა. მადლობას გეტყვით პირველ რიგში ჩვენი გვერდში დგომისთვის. დღეს ქუთაისში თბილი დახვედრისთვის, რა თქმა უნდა. ძალიან კარგია, რომ ქუთაისი დიდი ქალაქია და ვიცით, რომ ყოველთვის ჩვენ გვერდში დგეხარ. და ეს არის ყველაზე დიდი სიძლიერე ჩვენთვის, ოჯახის წევრებისთვის. ძალიან ახლოვდება დღეები, რომელიც მძიმეა ჩვენთვის, ძალიან მძიმე. და ჩვენთვის დარჩა რამოდენიმე 19 პატიმრისთვის, რომელსაც ბრალად ედება ჯგუფური ძალადობა. სამ სასამართლოში უკვე განაჩენი დადგება. უდანაშაულო ადამიანების, რომლებიც არასოდეს ერთმანეთს არ იცნობდნენ და ეხლა ძალიან შეიყვარეს ერთმანეთი. იმიტომ რომ ისინი ერთ ნავში არიან დღეს. უდანაშაულოები, რომლის ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ მათი კადრები არის დამონტაჟებული. ისინი არაფერს ისეც არ აშავებდნენ, ეს იყო პროტესტი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე. და თუ ვინმეა დღეს დასაჭერი, პირველ რიგში არის დასაჭერი ირაკლი კობახიძე. რადგანაც მან გამოიწვია ეს ყველაფერი საქართველოში და არა მარტო მაშინ, არამედ დღემდე აკეთებს საზიზღარ, საშინელ განცხადებებს და ის ყოველ წუთში არის ციხეში მოსახვედრი, მაგრამ ალბათ დადგება ეს დრო, როცა ჩვენ მათ სასამართლოებზე ვივლით დაუზარელად. ძალიან ვთხოვთ ყველას, მთელ ქუთაისს, ეხლა როცა ყველაზე მცირე პერიოდი უდგას ოჯახებს, შეიძლება გარეგნულად ასე არ გვეტყობოდეს, მაგრამ შინაგანად, რა თქმა უნდა, განვიცდით ჩვენ მდგომარეობას 9 თვის მანძილზე, ვიბრძვით აქეთ ოჯახის წევრები და იდით ჩვენი შვილები. ამიტომ ყოველთვის მისაღებია და სასიამოვნო თქვენი მხარდაჭერა. მე ბევრჯერ მითქვამს, ჩემ წრემს შეიძლება ვერავინ ვერ ხედავდეს სახლში რამდენს პირი ვარ, მაგრამ აუცილებლად პირი ვარ მაშინ, როცა თქვენ გვეხუტებით და როცა გვეუბნებით, რომ ვართ გმირი შვილების მამები, დედები, ძმები, დები. ვიბრძვით ყველანაირი ადამიანი, არა მარტო დედები, აგერ цаრო, მართლაც მისაღებია, მაგალითია, იმიტომ რომ მან გაიცნო აქციაზე ადამიანი, რომელსაც არ ყავს მშობლები და ის მოუდგა გვერდში არჩილს როგორც დედა. ამიტომ ძალიან ვთხოვთ ყოველთვის იყავით ჩვენთან ერთად და ერთად გავამარცხოთ აუცილებლად ეს ხელისუფლება და ეს დღე აუცილებლად მოვა, მაგრამ ასე ძახილ-ძახილში გაიწელა მთელი 9 თვე. ისინიც უკვე უიმედოდ არიან, რადგანაც ხედავენ, რომ აქციები ნელ-ნელა დაპატარავდა, მაგრამ აუცილებლად სექტემბრიდან დარწმუნებული ვარ ამაში, გაიზრდება ეს აქციები, იმიტომ რომ მაინც არის ქალაქები დაცლილი. ყველაზე მეტად ვიცი, რომ ქუთაისი, ბათუმი, დიდი ქალაქები დგეხართ ჩვენ გვერდში და ჩვენ უნდა მოვიგოთ აუცილებლად ეს ომი ჩვენ თბილისიდან, აუცილებლად თქვენი დახმარებით და თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ რეჟიმს აუცილებლად დავამარცხებთ. მივესალმები აქედან პატიმრებს, ვუსურებ ხნეობას, გამძლეობას უსურებ, რა თქმა უნდა, გადავლახეთ ძალიან მძიმე პერიოდი, მაგრამ აუცილებლად ბიჭებო, გოგოებო, იქ არიან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რომლებისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, არ ვარჩევთ რუსებს, უკრაინელებს, არის იქ ჩვენთან ერთად ალიევი, ვიბრძვით ყველასთვის. აუცილებლად ჩვენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ვიბრძვით და ზუსტად ეს არის, რასაც აშინებს რეჟიმს. ხედავენ, რომ ჩვენ ყველა ერთ მუშტად შეკრულები ვართ. მე როგორც თქვენ მოგიხდით მადლობას, ასევე ჩვენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, ყველას, რომლებიც ასე ერთგულად, ერთად ხელშეკიდებული დავდივართ და არ ვღალატობთ ერთმანეთს, ასე ერთად გავიმარჯვებთ. უღრმესი მადლობა.
გაუმარჯოს საქართველოს, დამოუკიდებელ საქართველოს, თავისუფლება პატიმრებს, თავისუფლება ბიჭებს, აუცილებლად გავემარჯვოთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩემს ვიაც უყვარს როცა გამოდის პირველ სიტყვებს ამბობს ამას. ყიჟინა გავაგონოთ ქვეყანას, ყიჟინა, ყაჟინა ხმაური. ეს აქციის მუხტისათვის აუცილებელი და საჭიროა. რა მინდა გითხრათ, გული არ დაგწყვიტოთ იმან, რომ აქ არ დგას სხვა ხალხი და რაღაც 10,000-ობით ადამიანი არ დგას. ყველა საზოგადოებაში, ყველა ეპოქაში ძალიან მცირე ნაწილს საღად მოაზროვნე საზოგადოებისას მოაქვს ცვლილებები ქვეყანაში. ჩვენ 60 წლიანი ოკუპაციის პერიოდი გავიარეთ კომუნისტების და ადამიანებს, რომლებსაც გიჟებად ნათლავდნენ, მერაბი, ზვიადი და ფსიქიატრიულში შემოწმებებზე დაყავდათ, ეროვნულ გმირებად იქცნენ, იმიტომ რომ მათი იდეები იყო ეროვნული და მათი მოსაზრებები თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი შემდგომი აყვავება განვითარებისთვის იყო ნოვაციური და ახალი. სიახლეს ვერავინ ვერ შეაჩერებს. ეს ცვლილებები ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა და ვერანაირი დიქტატორი, მით უმეტეს ამერიკელებმა სწორად უწოდეს არშემდგარი დიქტატორი, ბიძინა ივანიშვილიც ვერ შეძლებს ვერანაირად ხელისუფლების შენარჩუნებას. ერთადერთი რაც მას შეუძლია, ეს არის თავისი ხელისუფლება გაახანგრძლიwos მაქსიმალურად და თავისი მდგომარეობა გააუარესოს ისე რომ შემდგომ ქვეყანაში აღარ ეცხოვრებოდეს. მეც ვერაფერს ვერ მიაღწევს და ცირედი ნაწილი ზუსტად მოსახლეობისა, რომელიც ნოვატორია, ის მოიტანს აუცილებლად ცვლილებებს საქართველოში. მე სულ არა ვარ შეშინებული იმით, რომ პირობითად სხვა ხალხი არ გამოდის ქუჩაში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვყავს ქვეყანაში თაობა, რომლებიც დაიბადნენ, გაიზარდნენ დამოუკიდებელ საქართველოში. მათ არ უნახავთ ოკუპაცია, მათ არ გამოუვლიათ 90-იანი წლების სიბნელე და აი გემო თავისუფალი საქართველოში შეგრძნებული აქვს სულში და მათ ამათ ვერავინ ვერ წაართმევს. ჩვენ ვნახეთ მათი აღზევება, ნახეთ მათი მასობრივი გამოსვლები თბილისში, ნახეთ ფიცის ცერემონიალი გმირთა მემორიალთან. ეს დამიჯერეთ მე თქვენ, ძალიან ბევრი მეუბნება, რომ სად გაქრა ეს ახალგაზრდობა, სად წავიდა. ეს ახალგაზრდობა არსად არ წასულა. სად წავიდა პროტესტი, ეს პროტესტი არსად არ წასულა. ეს პროტესტი არის დრო და დრო ვლინდება, დრო და დრო არის რაღაც შესვენების პერიოდში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს თაობა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა საქართველოს, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ამ ქვეყანას რუსეთში არავის არ წააყვანინებს. ევროპა არის ამ ქვეყნის მომავალი, ევროპა არის განათლება ხარისხიანი, ჯანდაცვა ხარისხიანი, პენსია განაღდებული, არ ვიცი, სიბერე კომფორტული ადამიანისთვის და ასე შემდეგ. ამავდროულად უსაფრთხოება, თავდაცვა, ყველაფერი ევროპაა. ჩვენ ევროპის გარეშე არაფერი არ ვიქნებით და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროპისაკენ მიდის. ჩვენი პრობლემა მდგომარეობს სულ პატარა რაღაცაში და ეს არის პროპაგანდა. ჩვენ დღეს გყავს ხელისუფლება არც მინდა უწოდო, ეს არის ძალაუფლება, რეჟიმი, რომელიც მაქსიმალურად ტვინს ურეცხავს თავის ამომრჩეველს და ცდილობს თეთრზე შავი აჩვენოს. ანუ მაქსიმალურად აბნელებს, მაქსიმალურად სპობს საინფორმაციო წყაროებს, რომ მიწუდეთ მათ და გაიგონ რა ხდება ქვეყანაში. ჩვენი მშობლების მიზანი სწორედ ეს არის, რომ სიმართლე, ობიექტური ინფორმაცია და ჭეშმარიტება მივიტანოთ მოსახლეობამდე. ჩვენ წაგვართვეს, არ ვიცი, ყველა საშუალება, რომ მოსახლეობასთან ვიკონტაქტოთ, განსაკუთრებით იმ მოსახლეობასთან, რომლებიც არიან ხოცების ამომრჩევლები. ჩვენ იმათთან არანაირი კონტაქტი არ აქვს და აი ეს მეთოდი, რაც პრესით, გაზეთით ვაკეთებთ, დავდივართ ბაზრებში, დავდივართ სავაჭრო ცენტრებში, მეტროებში, ავტოსადგურებში და ვარიგებთ, პირდაპირ მიგვაქვს და ვეუბნები. ძალიან ბევრი არის ნეგატიურად რომ უყურებს და გვეუბნება, რომ არ არიან ესენი სინდისის პატიმრები, ესენი არიან ტერორისტები, აი პარლამენტს ყავდნენ, აი რაღაცებს აკეთებდნენ და სულ ყველას ვეუბნები. კი, დაიჯერეთ, მაგრამ გადაამოწმეთ ოჯახაშენებულებო, აგერ არის წერილი, აგერ ზვიად ცეცხლაძეს ედავებიან
მასობრივ ორგანიზებას 20 წლის სტუდენტს 20 წელი ციხეში შეუსრულდა ბავშვს, რომელსაც მთელი თავისი ბავშვობა მიხარია ამის თქმა, ასეც იყო რეალურად 10 წლის რო გახდა იმის მერე საქართველოს რუქას ხატავს დიკოფსიიდან და რომანდამდე მეთქი მართლა ასეა ბავშვობა არ ქონია და საქართველოს დიდებით სუნთქავს და ამ რუკას რო უყურებს არ ვიცი ჩემთვის ეს უტოპიაა მაგრამ მისთვის რეალობაა რომ დიდი საქართველო აუცილებლად იქნება და რისი თქმა მინდა ამ ბავშვს აბრალებენ ტერორისტობად როცა არ ვიცი მედალზე სკოლა დაამთავრა თესეუს იურიდიულ ფაკულტეტზე გრანტი ჩაირიცხა ყობახიძის სტუდენტი იყო პირადად ყობახიძის საკონსტიტუციო სამართალში რომელსაც ყობახიძე უკითხავდა უმაღლესი ფულებით ჩააბარა პირველი სემესტრის გამოცდა და აი პრობლემა იმაში მდგომარეობდა რომ ის ჩემი შვილი ყობახიძეს როგორც ლექტორს და ამავდროულად როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თხოვდა პასუხებს ეუბნებოდა რატომ არ ჩადიხართ ერგნეთში საოკუპაციო ზოლთან რატომ არასდროს არ ხარ გინტურის საქმეზე რატომ არაფერს არ აკეთებ იქ ბებია რომ დაკავებულია ასეთი ბიჭი იყო რომელმაც აფხაზეთის დროშა დაწვა და არავინ არ კითხულობდა ქვეყნის პირველი პირი რო ხართ რატომ არ გაინტერესებთ რა ხდება ქვეყანაში და ამის გამო ის იქცა პირად პატიმრად ფაქტობრივად ირაკლი ყობახიძის ჩემი შვილი მე მისი ადგილი დავიკავე იმ ბრძოლაში რა ბრძოლაშიც იყო ჩართული მე და ჩემმა მეუღლე და მთელი ჩემი სანათესაო გვერდში მიდგას ძალიან გახარებული ვარ ამით შეიძლება იმ დიდ საქმეს ვერ ვაკეთებ რაც მას შეეძლო გაეკეთებინა მაგრამ არც ის არ ჩერდება ძალიან მიხარია რომ სულ ყველა არიან მედგარი ბიჭები არავისა დანაშაული არ გიარებია რაც არ ჩაუდებია არავინ არ გატყდა არავინ არ დაიჩოქა არავინ არ შეეკვეცა სასამართლო პროცესებზე გამოდიოდნენ წარწერებით არც შეწყალება და არც ამინისტია არაფერი არ გვინდა ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები და ჩვენ განთავისუფლებით მაშინ როცა სამართალი მოვა ასე რომ არანაირი პრობლემა მათ ციხეებშიც არ აქვს მაგარი ბიჭები და მაგარი ადამიანები არიან და ძია ამაღლობელი ხომ ეს არის ფენომენალური მოვლენა ეს ამ ქალბატონის უპრეცედენტო უბადლო გმირობის გამძლეობის მაგალითი საუკუნეებს შემორჩება ჩვენს ქვეყანაში დარწმუნებული ვარ ეს არის ქართველი ქალის სიმბოლო დღეს თანამედროვე უახლეს ისტორიაში ქართველი ქალის სიმბოლო ეს არის ქართველი ქალის გამძლეობის სიმბოლო ბრძოლის სიმბოლო გაუტეხლობის არდაჩოქების სიმბოლო აი არ ვიცი ასეთი ადამიანების პირობებში არასოდეს არაფრის არ უნდა გვეშინოდეს ჩვენ მე დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვან ვერანაირი დიქტატურა მით უმეტეს არ შემდგარი დიქტატორის ვერ მიიყვანს ამ ქვეყანას რუსეთის გუბერნიაში ვერ მიიყვანს სიბიძურეში და ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი ამის მოწოდება მინდოდა ქუთაისისათვის დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენს გვერდით დიდი მადლობა რომ აი ესეთი გულთბილად მიგვიღეთ ზოგადად ქუთაისი ჩემთვის ძალიან საყვარელი ქალაქია იმიტომ რომ ხშირად ვარ ამ ქალაქში ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ადვოკატი ვარ და სააპელაციო სასამართლო ყოველთვის ქუთაისში ჩამოვდივარ როცა ინტენსიურად ვმუშაობდი პირაში ორ ხელაც მიწევდა ქუთაისში ჩამოვდა ამიტომ რაღაც მშობლიური ქალაქი ვით არის ჩემთვის და ვიცი აქ რა სული ტრიალებს ეროვნული სული ტრიალებს ევროპული სული ტრიალებს და დარწმუნებული ვარ რომ როგორც ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, რუსთავი დიდი ქალაქები ბრძოლის ავანგარდში ჩადგებიან და უახლოეს მომავალში საქართველოს მოუტანს გამარჯვებას ეს ბრძოლა და ეს გამარჯვება იქნება ჩვენი ევროპული გზის აღდგენა ეს გამარჯვება იქნება ჩვენი პატიმრების ციხეებიდან და სინდისის პატიმრების განთავისუფლება და გამარჯვების გვირგვინი იქნება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სადაც ყველა იტყვით, რომ ამ ქვეყანას ეშველა და სამართალმა გაიმარჯვა და არავის პრეტენზია არ ექნება და არ იტყვით, რომ რაღაცა გამიყალბეს და ხმა მომყარე. აი, ამ სამი რაღაცისათვის ვიბრძით, რაც აბსოლუტურად მიღწევადია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მიყვარხართ ძალიან, ბრძოლა გრძელდება, გაუმარჯოს დამოუკიდებელ ერთიან ევროპულ საქართველოს. ბრძოლა ბოლომდე! 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 მადლობა, მადლობა. Now
გამარჯობა. ქუთაისის მერის შენობასთან ახლა მიმდინარეობს უწყოდი პროტესტი. 269 დღე არის ქუთაისში, თბილისის მსგავსად უწყოდი პროტესტი მიმდინარეობს. დღეს პოლიტიკური პარტიების მშობლები, სისხლის პატიმრების ოჯახის წევრები იყვნენ ჩასულები ზესტაფონში, მოგვიანებით მათ გადაინაცვლეს თერჯოლაში, თერჯოლიდან კი შემოუხვდნენ ქუთაისში მიმდინარე აქციას. მოგეხსენებათ, პატიმრების ოჯახის წევრები ციხიდან გამოგზავნილ წერილებს ურიგებენ სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას, მათ აწვდიან ინფორმაციას თავიანთი ოჯახის წევრების სისხლის პატიმრების შესახებ, იმ მიზეზებზე საუბრობენ, რატომ გადაწყვიტა რეჟიმმა მათი ეს სამაგალითო დასჯა და ასევე უზიარებენ მათ წერილებს. ახლა მოვსმენთ ლაშა კაციას, ნიკა კაციას ძმას. რომანა ეს ადამიანები ალბათ შენი მართალი ამბავი ვერ მოაწერა უამრავ კენთაგანამდე. რომანა ეს ადამიანები ალბათ მართლა ისეთ სიგნალში ვიქნებოდით, რომ თვალის გახელისად შეგვეშინდებოდა, რადგან ვერაფერს დავუყავდით. რომანა ეს ადამიანები ალბათ უსამართლო სასამართლო პროცესებიდან ვერ გაიგებდით იმ რეალობას, რომელსაც ეს ადამიანები აღწერდნენ და რომელ რეალობაში ჩვენ ვიმყოფებით, ამიტომ პირველ რიგში ამ ადამიანებს ვეთქვი ძალიან მადლობას. მეორე რიგში ყველა პროტესტში ჩართულ ადამიანს ვეთქვი მადლობას, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არა მარტო ჩვენი ძმების, დედის, შვილების, არ ვიცი, კიდევ ვინ ჩამოთვალო, არა მარტო ამ ადამიანების თავისუფლებისთვის იბრძვიან. ეს ადამიანები ყველა თვითონ პეტაგანი იბრძვით სიტყვის თავისუფლებისთვის. იბრძვით დამოუკიდებლობისთვის, იბრძვით ღირსეული მომავლისთვის და იბრძვით იმ საქართველოსთვის, რომელი ლამაზი საქართველოს აშენებაც ალბათ უკვე 30 წელია გვინდა და 30 წელია ამ გზაზე ვდგავართ. რაც შორის ამ ხალბატონსაც უპასუხებდი, რომ მე არასდროს არც ჩემ გამოსვლაში არ ვახსენებ ჩემი ძმის სახელს და არც არ ვახსენებ ჩემი ძმის სახელს, უბრალოდ ვიტყვი, რომ როდესაც ვახსენებ რეჟიმის ტყვეებს, როდესაც ვახსენებ უსამართლო სასამართლოს მიერ დაპატიმრებულ ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი პოლიტპატიმარია და თვითონ სახელობითა და ნომრებით დაყოფა ამ ადამიანების არ შეიძლება. შესაბამისად, თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეებს, ყველა პოლიტპატიმარს უწყალებია. რო არ ჩამოთვალოს სახელი და გვარები. და კიდე ერთ რამეს ვიტყვი, ძალიან ვარ გამიგზავდეს, რაღაცნაირად პროტესტიდან ვირჩევ ხოლმე ფრაზებს ან შეძახილებს და ყოველ მომავალ მარშამდე ან მომავალ აქციამდე რაღაცნაირად მივიწვება ხოლმე ეს კონკრეტული ფრაზები და ერთი ასეთი იყო მზია ამაღლობელის ფრაზა სილა რეჟიმს და რაღაცნაირად კვირების განმავლობაში ამ ფრაზით დავდიოდი ყოველთვის, რომ ყველა აქციაზე თავში მიტრიალებდა ეს ფრაზა, რომ სილა რეჟიმს და მზია ამაღლობელთან ვაკავშირებ კიდე ერთ ამბავს. თბილისში ერთი არაჩვეულებრივი აქტივისტი გოგოა, რომელსაც ყოველთვის უჭირავთ ხოლმე ხელში ბანერი ხალხს ბრძოლას ვერ გადაგვაჩვენთ და პარალელს ვაღებ ხოლმე მზიასთან, რომელიც ჩემთვის არის ამ პროტესტის ალბათ ყველაზე ღირსეული სახე, ალბათ ყველაზე დიდი გმირობის მაგალითი და მზიას მაგალითზე ვიცი, რომ თავები გაიზრდებიან, ვიცი, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ჟურნალისტები გაიზრდებიან და ვიცი, რომ ისეთ საზოგადოება გაიზრდება, რომელიც ყოველთვის დაიცავს თავისუფალ სიტყვას, ყოველთვის დაიცავს ჩაბმულს და ყოველთვის დაიცავს იმ რეგულირებებს, რომელსაც ქართველები ვამაყობთ ესე საუკუნეების მანძილზე. მადლობა დიდი. ჩვენ ბავშვები არც ერთი აღარა ვართ. ყველაზე ახალგაზრდაც კი აი ამ შეკრებებზე ხდება, რომ ეს არის ამ იდიოტების ბოლო გაფართხალება. სულ ბოლო გაფართხალება. ეს მთავრობა აღარ არის. დაიშте დაშლილები არიან, უბრალოდ შეეგვნენ დაშლილ მდგომარეობაში სიცოცხლეს. და ეძულებენ თავის ეგრეთ წოდებულ მომხრეებს, იწმინონ რომ ვიცინა, ყველაფრის შემძლია, რომ ვიცინა ამ საკითხს გადაწყვეტს, ის რაღაცას მოიფიქროს, იმანაც მოიფიქრა, რამე გარყვნილი წესები საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება, გაახლეჩვა. მე კომუნისტი ვიყავი და ძალიან რაღაცა
მაშინდელი იდეოლოგია. მე თავად ვიხარშავდი იმ იდეოლოგიაში და ვხარშავდი სხვას. ის რასაც ახლა ვუყურებ, ასეთი რამ კომუნისტებსაც არ მოსვიათ აზრა. საუკეთესო ადამიანები, ახალგაზრდები ჩაყარეს ციხეში. ავადარი, ქალი, ზია, ნინა, პატარა ქალსო ორი უზამაზარი ბუტრუკი მოატრევდა ქუჩაში. ჩემ ცხოვრებაში სარა მოაყალიბე. სანამდე მიიყვანა ხალხი, მაგრამ როცა ლაპარაკობ ხალხი, მე ის ხალხი მყავს მხედველობაში, ჩემი ასაკეთს რო არის. საბჭოთა კავშირი გამოიარეს. ის სიმახინჯე რო იციან და მაინც ამ იდიოტებს უჭერენ მხარს. აი ეს ფენომენი შემგებლობაც არ არის. ეს არის მე არაფერში ვაშლა. მე რო დამთავრდება ყველაფერი და ძალიან მალე დამთავრდება. ყველა მკერდში დაეწყალეს. ეს აი მე ხო ვამბობდი. ვიცნობ ამას ძალიან კარგად, მოხარშულს ვიცნობ ამ. ამიტომ თქვენ ახალგაზრდებმა უნდა იცოდეთ, მოგიწევთ თანამდებობებზე მუშაობა 9000-ნაირად გაზომეთ თითოეული მათგანი, ვინც თქვენთან ურთიერთობას და თანამშრომლობას მოინდომებს. 10000-ნაირად ვამოწმებდით, ჩვენ როცა კონკავშირში ვიღებდით ხალხს, მაინც მოძრებოდნენ ისინი, ვისაც საკუთარი უკანალი უშუალოდ ვიდეს სახელმწიფო საკითხი. ეხლა უარესი მდგომარეობაა. რომ გონია კაცი ჭკვიანი და პროგრესული ყველაზე მეტი იდიოტი ის გამოდის. ეს ბავშვები ციხეებიდან გამოვლენ, გამოუშვებენ, შეხვეწებიან. სხვანაირი არჩევანი მე არ მაქვს. ეს წარმომიდგენია დღეს ვინმე ნორმალურად მოაზროვნე მივიდეს საარჩევნო უბანზე და ვიღაცას ხმამისცეს. ვინც არ უნდა იყოს ეს? ყველა მოღალატეა ჩემთვის. აბსოლუტურად ყველა. დიდება ბიჭებს, დიდება ახალგაზრდებს. თქვენ უნდა ივარგეთ. ჩემმა თაობამ ვერაფერიც ვერ გააკეთა. ისე თქვენ ზია ყველაფერი დამოკიდებული. მოგესალმებით. მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენ ვართ მასპინძლები. იმიტომ რომ ეს პროტესტი არის საერთო ქვეყნის პროტესტი. ეს პროტესტი არის ყველგან სახლი იმ ადამიანების, ადგილი იმ ადამიანების, რომელიც წინააღმდეგობაშია იმ რეჟიმთან, რომელიც დღეს ყველამ ერთად შევყარა. მე ალბათ ვერ გადაგიხდით იმდენ მადლობას, რაც რეალობაში გეკუთვნით. თუ რატომ მე პირადად ვდგავარ აქ, რატომ ბევრი ჩვენგანი ვდგავარ აქ, რატომაც ვაგრძელებთ მრავალი დღის განმავლობაში, ყველა სეზონი მოვიცავით უკვე. წვიმაშიც ვდგავართ, თოვლშიც ვდგავართ, უამინდობაშიც, სიცხეშიც, კარგამინდობაშიც. სწორედ იმიტომ, რომ თქვენი შვილები არიან მაგალითები ბრძოლის, შეუპოვრობის, გამბედაობის და გვაძლევენ იმ მაგალითს, რომ აქ დგომა არაფერია იმ ბრძოლასთან, რომელსაც გადიან ისინი წინა ხაზზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამას ვერანაირი მადლობა ვერ გადაიხდის. მაგრამ გადაიხდის ქართველი ერი, რომლისთვის ეს ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს ან არ ხვდება, ან ვერ ხვდება თუ რა ბრძოლას გაზდის თქვენი ოჯახები. ეს არ არის მარტო, ხომ იცით, როდესაც ადამიანი ავად ხდება ოჯახში, მარტო ის კი არ არის ცუდად, მთელი ოჯახი არის ცუდად. იმიტომ რომ მას სჭირდება მოვლა, მას სჭირდება ზრუნვა. მე ვერ გეტყვით, რომ კარგად ვიცი რა მდგომარეობაში ხართ თქვენ, მაგრამ ადამიანს გააჩნია ემპათიის გრძნობა. მან შეიძლება წარმოიდგინოს თავისი თავი თქვენს ადგილას და თქვას, რომ მე მესმის
თქვენ რა ბრძოლას გაიდიხართ ახლა. რო 9 თვე ეს არის ჯოჯოხეთი, რომელსაც თითოეული თქვენი ოჯახის წევრი გასდევს, რომელიც თქვენი შვილები გადიან ახლა ციხეში. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ ადამიანი თანახმა იჯდეს ციხეში, იბრძოდეს იდეისთვის და ის იყოს ამ ქვეყნისთვის ცუდი. მე ვერ წარმომიდგენია. მაგრამ სწორედ ამ რეჟიმმა დამართა ამნეზია ადამიანს. გაუთიშა ამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ყველაზე მთავარი, რაც მას გამოარჩენს დანარჩენი არსებებისგან, ემპათიის უნარი. და მე მიმაჩნია, რომ თქვენი საქმე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ დღეს აბრუნებთ საზოგადოებაში ემპათიას. თქვენი სიარული კარგ და კარგ და ამას ასე ქვია, სწორედ ემპათიის დაბრუნებას ემსახურება. და როდესაც დაბრუნდება ემპათია, ჩვენ გავიმარჯვებთ ერთად. ამიტომ მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, რომ თქვენ არ ჩაიკეტეთ თქვენს ოჯახებში, თქვენ არ ჩაიკეტეთ თქვენს პრობლემებში, თქვენ არ გადითოკაცდით, ინდივიდუალურად არ დაიწყეთ მოლაპარაკებები და გარიგებები, რომ გადაარჩინოთ მხოლოდ თქვენი შვილი. არამედ თქვენ ერთად დადექით, ერთად გამოუცხადეთ პროტესტი ამ ხელისუფლებას, ამ ძალაში მყოფ, მე ვესახები ბატონ ზურავს, რომ ეს არის ძალაუფლება და ძალა მომრეობა და ერთად აგრძელებთ ბრძოლას. იმიტომ რომ ძალა არა მარტო ერთობაშია და ეს არა მარტო არის ჩვენი დევიზი სახელმწიფოსი, არამედ საზოგადოებრივი ერთად ყოფნა მოგვიტანს გამარჯვებას. გამარჯვება არც თუ ისე შორია, მე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მალე შეიძლება ერთ დღეში, ერთ წამში და ერთ საათში ყველაფერი გასულდეს. ჩვენ კი გადავიტანეთ მრავალი დღეები, მაგრამ გამარჯვება ყოველთვის მოულოდნელად და მოუმზადებლად ხდება. და მე მოცნებობ და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წამი, ეს მომენტი მოვა და ის გაზეთები, რომელიც დღეს არის დღევანდელობის მოტანილი, ისინი გახდება ისტორიის ნაწილი. აი სწორედ ისეთი ისტორიის ნაწილი, რომელზედაც იაყვებოდა დღეს. და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ. და მე მინდა როგორც შვილი, თქვენი შვილების შეიძლება ზოგისთვის თანატოლი, ზოგისთვის ცოტა უფროსიც, გითხრათ, რომ მადლობა მშობლებო იმისათვის, რომ გყავთ ასეთი შვილები, რომლებიც სწორად ხედავენ, რომლებიც განსხვავებით სხვებისგან არ არიან ემპათიას მოკლებული ამ ქვეყნის წინაშე და იბრძვიან ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ ამისთვის. რომელმაც მოახერხა ის, რომ არჩევის არაგრძნობია ობლობა კისოსებს მიღმა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სკეპტიანი, მაგრამ ძალიან ოპტიმისტური ისტორია, რომელზეც დაწერეს სცენარებს, გადაიღებენ ფილმებს. მე ჟურნალისტი ვარ, მაგრამ რამდენიმე წელი ვიმუშავე ეროვნულ გამოცდებზე. და ხშირად ხედავდი, როგორ მოკავდა ბადრაკს პატიმარი აბიტურიენტები და ეს ძალიან მძიმე სანახავია. მაგრამ ჩვენ არ გვინახავს აბიტურიენტი, პატიმარი აბიტურიენტი იმისთვის პატიმარი, რომ მას უყვარს სამშობლო. და ჩვენ ეს ვნახეთ და ეს მცირებით უფრო მძიმეა. გეტყვით, რომ ალბათ არც სცენარისტებს და რეჟისორებს არამედ ეტალების გამატება არ დაჭირდებათ, ისე იწერება ჩვენ თვალწინ გმირობის ისტორია. არჩივმა მოსამართლეს უთხრა, რომ მან გაიარა ისეთი წამება, რომ თქვენ ალბათ კენედის ხველობასაც აღიარებდით და არავინ არ გაქრა, მეგობრებო. ეს მოხდა საოცრება. ჩვენ
ყველანი ვართ თვითმხილველები გმირობის ქრონიკების და ეს ქრონიკები ეს ჰაერიდან არ მოდის ეს ხალხი ამოჯახებიდან არის და ეს არ არის მხოლოდ მათი გმირობა ეს არის თქვენი გმირობა ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მხოლოდ ეს როგორც მიგზავნით გვაძლევს ჩვენს და ამიტომ გავართ აქ უკვე 269 დღეა და გვპირდებით რომ ბოლომდე იქნება ბრძოლა და ძალიან მალე თეთრს ამ ქვეყანაში დაეხმება თეთრი შავშთა შავი და კიდევ ძალიან ბევრი ფერები იქნება დიდი მადლობა ყოველდღე არ გავადრო, რომ ქუთაისში არ ჩამოვიდნენ ადამიანები, რომელთაც აინტერესებს რა ხდება ქუთაისში. ჩვენ კი ვხედავთ, რომ აი აგვისტოს დღეებშიც უწყვეტად, სტაბილურად, ჯიუტად, ძლიერად ქუთაისში აი ამ ადგილას მერის წინ დგას მებრძოლი ქუთაისელები. უშინ წინ იყო სინათლე არ ჩაქრება მარში თბილისში. გახდით მე 22 მედიის მხარდასაჭერი აქცია იყო. ჩვენი სინდისის პატიმრების მშობლები ძალიან აქტიურ რეჟიმში იყვნენ იმ მარშზე. იმდენად პირველად ვიყავი და იმდენად პოპულარულები არიან, რომ ყველა მათთან იღებდა ფოტოს, ყველას უყვარდა, ყველა ეხუტებოდა და პირველი ის ლოზუნგიც მათ აღქმევინეს სინათლე არ ჩაქრება. ეს იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე ბატონო ზურაბ თქვენ ჩემმა შვილმა გადმოგცა ჩაიხანას ფოტო, რომელიც თქვენ და თქვენი მეუღლე ხართ გადაღებული. ფანტასტიკური ფოტო იყო ის და მე იმდენ ადგილას შევხვდა, როგორ გულიანად ეჭირა ხელში და იღებდა ყველა თითქმის ყველა ტელევიზია და მედია, ონლაინ მედიაც აი ამ ფოტოს. ეს საოცარი დღე იყო. ყველა ხდებოდა, რომ აი როგორც კაცია თმა ლაშა თუ ეს პატარა მედიები არ იქნება, აი ეს ზუსტად როგორც თქვენ მოხვედით 9 წლის განმავლობაში, ზუსტად იმ პატარა რეგიონალური მედიების დამსახურება იყო, სადაც ყველაფერი სიმართლე იყო, ყველა სასამართლოს პროცესი იყო გადაღებული, ყველაფერს აი ბოლოს რომ შეწყვიტეს, ისე რაღაცნაირად გვეგონა, რომ ტრაგედია იქნებოდა და ამასობაში მაინც გამოდიოდა იქიდან ტექსტით დაწერილი ფოტოები კი არა, ნახატები იყო უკვე, ხომ ასე იყო და ჩვენ მაინც ვგებულობდით, რომ რა ხდებოდა თქვენ სასამართლოებზე, როგორი ცრემლიანი იყო, როგორი ღიმილიანი იყო ის სასამართლოები. სინათლე არ უნდა ჩაქრეს ეს, აი ეს უნდა რომ ვთქვა და თქვენს პატიმრებს, სინდისის პატიმრებს ველი სულ მალე გამარჯვების მერე გარეთდა ოჯახებში ძალიან სწრაფად მოვიყო. როგორც გითხარით, ქუთაისში უწყვეტი პროტესტის 279 დღეს პატიმრების ოჯახის წევრები ზესტაფონიდან და თერჯოლიდან შემოვარდნენ მიმდინარე აქციას და არიგეს საკანი 101 და ციხიდან გამოგზავნილი წერილების გაზეთები აქციის მონაწილეებთან. ხვალ დილქაც საათზე, როგორც გესმით,
მათთან ერთად შევიდეთ ქალაქის რამდენიმე უბანში, მათთან ერთად ვიაროთ და დავარიგოთ ეს გაზეთები. ვისაც გააქვთ სურვილი, რომ ყველთან ერთად იყოთ, კოლონადებთან აკავშირებთ, რომ მოგწონდეთ და შემდეგ ხელისუფლების ალბომის სამყაროში გააქვთ. 10 საათზე ხვალ ქუთაისში ქალაქის მიმდებარედ და ქალაქის გარშემო ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ბაზრობებში დაარიგებენ რეჟიმის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები გაზეთებს, გაავრცელებენ ინფორმაციას თავიანთი შვილობის და ოჯახის წევრების შესახებ, იმ მიზეზებზე ისაუბრებენ ადგილობრივ მოქალაქეებთან, თუ რატომ ცხედან ისინი ახლა საპატიმროებში. არჩილ მუსელენცის დედოფილს საროს უსმენთ ახლა. როგორც იცით, გუშინ არჩილის სასამართლო იყო, ეს დაგეგმილი იყო წამოსვლა, წინადრეს კიდევ ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი, რომ ვიცოდით, რომ ვიშინე, მაგრამ მაინც უხდით ხოდა, მაგრამ ეს თქვენთან ერთად, მშობლებთან ერთად, ნამდვილად თუ ადვილი გადასატანია ის, რაც ხდება, ადვილი გადასატანია, რომ თქვენ ასე ხდები, გვამხნევებ, მადლობას მოგახსენებთ, ასევე ჩვენს პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, მეუბნებს და მალე გამოსვლას. გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა სასამართლომ თუ როგორ სისხლიანი პირანები არის, როგორც იცით, არჩილს არხას მშობლები, მას ჩაუკეტეს სასამართლო და არა, ჩემს სასამართლოზე არავინ დაუწყო. თან იცოდნენ, რომ არჩილს ვერ ნახულობს, ვერავინ მარტო სასამართლოზე ნახულობს. მაგრამ ჩემმა მაინც ეს ვაშკაცურად გადაიტანა და ბოლოს მოსამართლე მიმართა. არჩილს შეგიძლია, რომ შეწყალება სახელმწიფო პრეზიდენტმა შეგიძლია. არჩილი ეკითხა ძალიან იუმორისტული დიპლომატია. აბა პრეზიდენტი ეკითხა. საქმას პრეზიდენტი. ჩინეთში წერილები გამომიგზავნა ყოველთვის მანამდე წერს რომ Eğitim konuya davranışımız, davranışımız ცხოვრების მიზანი აღიხსნა და არჩილი კარგად სწავლობდა, მაგრამ მიზეზთა გამო ჩააბარა მასწავლებელში და ამ ბოლო წელში წერს, რომ ხომ მათ მიშვილები იმიტომ რომ ვიშვილები ნახვის უხდება რაში არა გვაქვს გამახია ძალიან არის გულის გამყიდე არის ნამდვილად გულის გამყიდე იმის ხელაფი ჭირხას და მიფიქრია რომ ჩემი ბიჭი რო იყოს იმასაც მიფიქრე მაგრამ რატომაც ჩემთვის მაინც იმედია შველი მყავს ახლობლები და ძალიან ეცოდება ნამდვილად მაგრამ ძალიან გამოუკიდებელი და არ შეიძლება რომ ბოლო ბიჭი ესე დაიჩაგროს მარტო არჩილი ეყოფა ამას და სხვა დანარჩენებს ხო ჩვენი ნაცემი ბიჭები ხო სასწაული გადარჩენილები ნამდვილად ესენი ვერ გაიმარჯვებენ ვერ დარჩენიან და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენებთ არჩილ მუსელენცის დედოფილის სიტყვები მოისმინეთ.
საბესხვიტარიძის დედა საუბრობს ახლა მიკროფონთან. ერთმანეთის გატანის უნარიდო გვაქვს ქვეყნის შეგვიძლია ჩვენ აუცილებლად მომიგებთ ამ მომს გარდაუვალია ჩემი შვილი აწამეს მაგრამ წერილში ესე მომწერა დედა მე მივხვდი მე მაწამეს მაგრამ მე გამიმარჯვე ჩემი გაუტეხნები ამაზე და გამარჯვებულია აი ეს გამარჯვებული მართალია ბევრი გადამიტანი მაგრამ მაინც გავიმარჯვე ცეცხლი ოლიგარქია ბრძოლა ბოლომდე ტექსტი მინდა ძალიან პატარა რომ წაგიკითხოთ. ეს ტექსტი ბრიტანელი ავტორის არის და ძალიან დიდი ხნის წინ დაიწერა, მაგრამ სულ მგონია როცა ვკითხულობ, ჩემი საყვარელი ტექსტი იყო ბავშვობაში და სულ მგონია როცა წერდა ამ ტექსტს ფიქრობდა სწორედ I am Cindy-ს პატიმრებზე, თქვენ შესახებ ფიქრობდა და იმ ადამიანებზე, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში პროტესტში ხართ ჩართული და პროტესტს აძლიერებს სხვადასხვა ფორმებით. ამიტომ ყველა შემართებულ ძლიერ გამბედავ ადამიანს ეძღვნება ჩემი აზრით ეს ტექსტი. ეცოდინებათ ყველას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ შეგახსენეთ და ამით მინდა გამოვხატოთ ჩემი დიდი მადლიერება თითოეული გამბედავი ადამიანის მიმართ. კიპლინგი თუ ძალგიც დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე დაიბნე როცა თავგზაებნევა ყველას თუ ძალგიც სიმხნე შემართება და რწმენად იქცე როცა შენ სირგვლივ მკვდარი არის შენ დამირწმენა თუ ძალგიც კაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს ცრუს გაუტანეს არ მიაგო სიცრუე ავი მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე დაცან არც ქრისტე და რა ჩვენო არავის თავი თუ შეგიძლია სულში მაგრამ ოცნება რეკდეს მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე და ამ ორთაგლიც მიეგებო ტოლად და სწორად თუ შეგიძლია აიტანო სიმართლე შენი ბრბოვს უნდაბალმა ვითაქცია ხით-ხითის საგნად იხილო ერთ დღეს დანგრეული სიცოცხლის დღენი რასაც შესწირე და შენება შეუდგე ახლად თუ შეგწევს ძალა მაგიდაზე დაყარო ჩალად რაც გაგაჩნია გიშოვნია უფლით და სისხლით წაგწნარა წაგებული ჩათვალო არა იპოვნო ყვალად და სასწორზე შეაგდო რისკი თუ შეგწევს ძალა წარბი შეჰკრა მოთოქო გული მოხმო ნერვებს გამაგდე და იბარგო ასწინ ეს მაშინ როცა სულიერად დაღლილს და დაცილს ნებისყოფა გეუბნება წინ მეთქი გასცი თუ შეგწევს ძალა ბოში იყო და დარჩე კაცად მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად მტერმოყვარესთან პირდაპირ იყო და ლაგი თუ შეგწევს ძალა გაიაზრო ყოველი წუთი აზრით დატვირთო 60-ვე ფეხმარდი წამი მაშინ შენია შვილო ჩემო ეს მიწის ბურთი ადამიანიც მაშინ ქვია და გერხოს ამინ პარალელურად თბილისში მიმდინარეობს უთხოვდი პროტესტის 169 დღე. რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. საზოგადოებრივი მოუწყებლიდან კი კვლავ შეუერთდა რუსთაველს მიმდინარე პროტესტს მარში. ახლა საერთო ფოტოს გადაიღებენ აქციის მონაწილეები, ხოლო როგორც გითხარით, 10 საათიდან ქუთაისში ადგილობრივებს აურიგებენ პატიმრების ოჯახის წევრები წერილებს. მოგვიანებით კი გადაინაცვლებენ სამტრედიაში და დაბრუნდებიან პროტესტის უცხო ლოკაციაზე, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე დაგემშვიდობებით. ნახვამდის